თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. მიზანი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევითი მიღწევების ინტეგრაციის ხელშეწყობა, კავკასიის პრობლემების თანამედროვე ეპოქაში წარმოჩენა და სამომავლო პერსპექტივების დასახვა. სიმპოზიუმში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც მონაწილეობენ. მე ამ სიმპოზიუმზე ჩამოვედი თურქეთიდან, რა თქმა უნდა, ასეთ სიმპოზიუმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმ თვალსაზრისით, რომ სხვა საკითხები განიხილება აქვს და ჩვენ სხვადასხვა მოსაზრებებს ვუსმენთ და მე ვაღიარებ ან არ ვაღიარებ და ამაზე მიდის მუშაობა, მოსჯერობა. სიმპოზიუმის მიზანია კავკასიის პრობლემებთან დაკავშირებული კვლევების ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. მე ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე ჩატარდა ეს კონფერენცია, ჩვენ გვყავდა სტუმრები ქუთაისიდან, ბათუმიდან, თბილისიდან, გორიდან, ახალციხიდან, აგრეთვე თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან.